ინციდენტი უკრაინის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში სათამაშო სიტუაციაში შეჯახების შედეგად კიევის დინამოს კაპიტანმა გონება დაკარგა უკრაინელ კლუბის ლიდერს პირველი დახმარება მოწინააღმდეგე გუნდის წევრმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ აღმოუჩინა. უკრაინელ მედიკოსთა განცხადებით პირველი დახმარების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა ინციდენტი ტრაგედიით დასრულებულიყო. გამოხმაურება მსოფლიო მედიაში და დნიპროს ქართველი ფეხბურთელის პირველი კომენტარი დეტალები ჩვენს რეპორტაჟში. უკრაინის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში მომხდარი ინციდენტი მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში. დნიპრო-კიევის დინამოს შეხვედრაში სათამაშო ეპიზოდში მასპინძელთა მეკარე ოლეგ გუსევს შეეჯახა. კიეველთა კაპიტანი უგონოდ დაეცა და პირველი დახმარება მოწინააღმდეგე გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა აღმოუჩინა. შეჯახებიდან რამდენიმე წამში ჯაბა კანკავამ დინამოს კაპიტანს პირველადი დახმარება გაუწია. კიეველთა კაპიტანს დნიპროსა და კიევის დინამოს ფეხბურთელთა დახმარებით ადგილზე სამედიცინო ჯგუფის მისვლამდე მგზნობელობა დაუბრუნდა. ვიდექი უბრალოდ დავინახე რომ დავარდა და გონება დაკარგა, უბრალოდ დაანახოს ვიდექი და პირველი მე დავინახე და ადრე შემთხვევია ეს მომენტი რომ ოფილა ესეთ შემთხვევა ფეხბურთელი დავარდინა გაშულა და უბრალოდ ვიცოდი რამ წუთას არ უნდა მექნა და თავია კარგად ხარი და დამცლადაა და შემადგილას ალბათ ყველა ესე იყო. ფეხბურთელი ქალაქის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კურნალობის კურს კი დინამოს კაპიტანი კიევში გაივლის. თავის ქალაზე სერიოზული დაზიანებები არ აქვს. იყო პირველადი შოკი, ენის ჩაყლაპის საფრთხე, თუმცა დნეპროპეტროვსკელები დროზე მივიდნენ და უნდა ითქვას, რომ პროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს. უკრაინის ჩემპიონატში მომხდარ ფაქტს არაერთი გამოცემა გამოეხმაურა. სპორტული მედია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომელიც ფეხბურთელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნას ავალდებულებს. მიზეზად ბოლო დროს სტადიონებზე გახშირებული ტრავმები სახელდება. ზოგიერთი კი ფატალური შედეგით სრულდება. სპორტული მედიცინის წარმომადგენლების განცხადებით, სწორი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში სპორტსმენის გადარჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა 2007 წელს ესპანეთში დაფიქსირდა. სევილიელი ანტონიო პუერტა გულის შეტევის გამო მოედანზე უგონოდ დაეცა. მედიკოსთა მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.